რაც უს შეიტანს თხუნელა განათლების ამაღლებაში ეს უცნობია. თუმცა ბევრისათვის სიგნის სიყვარული ბავშვობიდან იწყება და ის თუ რითი ვიწყებთ ჩვენი შვილებისათვის კითხვის შეყვარებას დამეთანხმებით ძალზედ საპასუხისმგებლოა. თუმცა ალბათ არც თხუნელას შესახებ ზღაპრის დარც ხო რომელიმე ნაწარმოების ბრალია ის რომ წიგნიერების მიხედვით საქართველოს კვლევაში მონაწილე 41 ქვეყნიდან 36 ადგილს იკავებს. ავტორიტეტული ორგანიზაცია პირლზის კვლევის მიხედვით საქართველოში წიგნის კითხვა უბრალოდ არ უყვართ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამის პარალელურად ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობით. უდიპლომო სასიძო არასდროს არავის სჭირდებოდა და სჭირდება. ზოგი დიპლომს სწავლის მერე იღებს, ზოგიც უბრალოდ ყიდულობს. თუმცა იმას, რასაც ახლა ნახავთ, ალბათ უმაღლესი სასწავლებლის ვერც ერთი დიპლომი უშველის. ვერც სახლში დამტვერილი ბიბლიოთეკა და ვერც კედელზე ჩარჩოში ჩასმული სერტიფიკატი. სპეციალური რეპორტაჟის მიერ ჩატარებული ერთგვარი კვლევის შედეგები მარტივად რომ ვთქვათ საგანგაშოა. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებში და არა მარტო სტუდენტებში დიზაინერ ანზორ თეთრაძეს იგივე ბიჭოლას გაცილებით დიდი ცნობადობა აქვს ვიდრე პეტრე მელიქიშვილს. ექსპერიმენტი თავიდანვე პროვოკაციული იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. რესპონდენტებს არც შოთა რუსთაველის მეფობა გაუპროტესტებიათ. ზურა ხვისტანის სპეციალური რეპორტაჟი. განათლებული თხუნელა, ნაწილი პირველი. ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწავლობდა კიევში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ აღსანიშნავია სააკაშვილის რეაქცია ბუზეკის სიტყვებზე. პრეზიდენტი სააკაშვილი სწავლობდა კიევში და შემდეგ სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ასევე აქვს კავშირი სტრასბურგთან, სადაც დღეს ჩვენ ყველა ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა ამ მიმიკით დაანახა ევროპარლამენტარებს, რომ მას 2 დიპლომი აქვს და ტყუილად არ აურჩევიათ პრეზიდენტად. რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება ძალუძს. სხვადასხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაძლია სიღარიბე და დღეს თითოეული ქართველის ოჯახში არის მოხარშული დედალი. ცივად მოხარშული. პრეზიდენტ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალბებულა. ამაში პრეზიდენტიც დამეთანხმება. პრეზიდენტი სააკაშვილი ის კაცია, რომლის დელეგაციის წევრებმა ნიკოლა სარკოზის თავზე დააყენეს 80 ბოზი. რამდენად ნაკითხი და განათლებულია ქართული საზოგადოება. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღების რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა თავდაპირველად ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის შედეგებს მოვიშველიებთ. ორგანიზაცია პირლზის მონაცემებით, საქართველოს კვლევაში მონაწილე 41 ქვეყნიდან 36 ადგილს იკავებს. თუ ამ ციფრებს ვენდობით, ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნიერების კუთხით საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა. შეიძლება ბევრი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმოს და არგუმენტად კიდევ ერთი კვლევის შედეგები მოიშველიოს, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ან ყოველ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი დიპლომი მაინც გააჩნია. ობიექტურთან მიახლოებული რეალობის დასადგენად ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოკითხვა ჩავატარეთ და წინასწარ შედგენილი ძალიან მარტივი შეკითხვები ძირითადად სტუდენტებს დაუსვით. ვინ არის პეტრე მელიქიშვილი? ეგ არ ვიცი. და ვინ არის ბიჭოლა? ბიჭოლა ჩემი კოლეგაა. დიზაინერია. პეტრე მელიქიშვილი. და ბიჭოლა? ის ამბობა. და თუ იცი ანრი ჯოხაძე ვინ არის? რა თქმა უნდა, ვიცი. თქვენ თუ იცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? და ანრი ჯოხაძე იცი ვინ არის? თუ იცი ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? ბიჭოლა ვინ არის იცი? ბიჭოლა ის ვიცა რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? შოთა რუსთაველი? ვერ გეტყვით, არ არის დადასტურებული. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? მესამედი. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? ალბათ მე-19-ში. მე-5-ში.
ვინ არის ილია მართალი? და ბიჭოლა ვინ არის? ვინ არის ილია მართალი? ილია მართალი პატრიარქია ჩვენი. შენ თუ იცი ვინ იყო ილია მართალი? ადაგებელი. წმინდანი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. პირველი. კონსტანტინე გამსახურდია პირველი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. ვინ გაიმარჯვა საქართველო-ვიეტნამის ომში 1956 წელს? ვინ გაიმარჯვა საქართველო-ვიეტნამის 1956 წლის ომში? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის? საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? პრემიერ-მინისტრი კი ვიცი. არა. ეს კაცი რომ იყურებდეს მომკლავს. დავით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ არის? ნოღაიდე. პრემიერ-მინისტრი გელაური არ არის თუ? ვინ არის იოსებ ჯუღაშვილი? ორ სახელს ვერ დავარქმევ. საქართველოს უახლესი ისტორიისა და აწმყოს შესახებ მსგავსი პასუხების მიღების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად გათვითცნობიერებული და ინფორმირებულია საზოგადოება სოფლიოში მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ. პასუხები არც ამ შემთხვევაში იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა რელიგიის არიან ბუდისტები? ბუდისტები, მუსულმანები. რა რელიგიის არიან ბუდისტები თუ იცი? არ ვიცი. რა რელიგიის არიან ებრაელები? არა, მუსულმანები. ქრისტიანი, ნახევარი რა, მუსულმანისა ქრისტიანი. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები გააჩნია ყველა რელიგია, მაგრამ ძირითადად ქრისტიანები. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები რა რელიგიის არიან თუ იცი? ებრაელები? არ ვიცი. ბუდისტები? ბუდისტები? რელიგიის? არ ვიცი. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალ-ჯაზირა უფრო დიდ ჩამოყალიბებულია, შეიძლება ალ-ჯაზირა მოხდეს. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ქაიდა თუ ალ-ჯაზირა? ორივე. რა არის ალ-ქაიდა? ალ-ქაიდა, მე მგონი სარწმუნოება რა. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალბათ ალ-ჯაზირა. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ინგლისურად, რამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა, ლათინურად. ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ლათინური მართალი იქნება, მაგრამ რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში ინგლისურად. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ალბათ მართალია, აბა ლათინურ ამერიკაში როგორ საუბრობენ? და რომელი ვალუტაა მიმოქცევაში ინგლისში? დოლარი. ცენტია მე მგონი. დოლარი? რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა ნაგასაკი ცნობილია. არის იაპონიის პრემიერ-მინისტრი და რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა და ნაგასაკი ერთმანეთთან ომით. სულ რამდენი მსოფლიო ომი მომხდარა? ძალიან ბევრი. ვინ არის ფიდელ კასტრო?
რა არის კინოლოგია? მეცნიერება, რომელიც ძაღლებს შეისწავლის, კინოინდუსტრია თუ პატარა ლეკვები? რა არის ობსერვატორია და ბოლოს რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს? ამ ერთი შეხედვით სასაცილო შეკითხვებზე ჩვენ შემდეგი პასუხები მივიღებთ. ვინ არიან კინოლოგები? კინოლოგები არიან ძირითადად ვისაც სფეროთი არის დაკავებული ფილმის გადაღება ძირითადად რეჟისორს ევალება, მაგრამ უშუალოდ მაგათაც კინოლოგები. კინოლოგები, კინოსპეციალისტები ალბათ. რა თქმა უნდა. ვინ არიან კინოლოგები? ისინი ვინც ალბათ კინოს იღებენ. კინოლოგები. პატარა ლეკვები, ასე რომ ვთქვათ, პატარა ძაღლები. რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია ეს იმასთან არის დაკავშირებული, თავისთავად მუსიკასთან არის დაკავშირებული. სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვს? ორი. რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? შპარგალკა არ შეიძლება. კარგი. რამდენი გვერდია? 3, ხო? ვინ არიან ასტრონავტები? ასტრონავტები არიან? საქართველოში ციგნიერების დაბალი დონე კვლევებითაა დადასტურებული, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით დიპლომებთან ერთად ჩვენი ქვეყანა ოჯახებში ციგნების რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. რა სარგებლობა მოაქვს თაროზე დამტვერილ ციგნებსა და კარადაში საგულდაგულოდ შენახულ დიპლომებს რთული სათქმელია, თუმცა ეს უკვე მრავალი წელია ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ახლა უკვე კედელზე ჩამოკიდებული სერტიფიკატებიც უმშვენებენ გვერდს. შესაძლოა ჩვენი ექსპერიმენტი ვინმესთვის შეურაცხყოფელი იყო, რისთვისაც რესპონდენტებს ბოდიშს ვუხდით, თუმცა ფაქტია შედეგმა მოლოდინს ნამდვილად